მოგესალმებით. დღეს საკმაოდ ცხელი დღე გამოგვივიდა. გარეთ ძალიან ცხელა და აქაც ძალიან მოიმატა ტემპერატურა. ამას წინახლა ჩვენ 1 წუთის წინ დავასრულეთ. პირდაპირი გადაცემა. იქ მონაწილეობას ღებულობდა ისეთი ადამიანები, როგორიც არიან ტარიელ ხარხელაური, ბატონი ჯუმბერ კოპალიანი, ბატონი რომან რურუა, ჩვენთან იყო ჩვენი სახელოვანი მომღერალი ტენორი თემურ გუგუშვილი და აი მე და ბატონი თემური და ახალგაზრდა ჩვენი კონგრესის სპიკერი ბესიკ ბოგველი. საკმაოდ ცხელი დებატები გამოგვივიდა და მაინც მე ვფიქრობ, რომ ის რაღაცა ბოლო ეპიზოდი, რომელიც ბატონმა თემურიმ ბრძანა, ეს შეეხება იმ თემას, ჩვენ რომ ახლა მთელი ხელისუფლება და მისი მომხრეები ევროპას აგინებენ, რომ თურმე ესეთ საზიზღრობაა, იქ ეს გეები არიან, LGBT არის ბატონო ჩემბოდა, ნუ მოკლედ რა ვიცი, საზიზღრობა არის და ამ დროს ესე იგი იქ ამ ევროპის ცენტრში, ბელგიაში მცხოვრები ქალბატონი წერს წერილს, რომ მე დიდი ხანია აქ ვცხოვრობ, მე მყავს 2 შვილი. ახლა ამაზე მე მთლიანად არ ვაპირებ მის გარჩევას, მაგრამ რამოდენიმე ეპიზოდი, რომელიც თემური მას თქვა იმ გადაცემაში, რომ ესე იგი ჯერ ერთი არავინ სკოლაში სექსზე იქ ლაპარაკი არ არის. მხოლოდ მე-6 კლასის ბოლო გაკვეთილზე ექიმი მოდის და ბავშვებს უხსნის, რა ცუდი რაღაცები შეიძლება მოყვეს რაღაც სექსუალურ დარღვევებს და ამით მთავრდება. მეორე საინტერესო ის, რომ ესე იგი მისი 2 შვილი, ერთი ერთ სკოლაში სწავლობდა, მეორეში და იქ რა თქმა უნდა, როცა ბავშვს ღებულობენ, ეგრევე კითხულობენ და გრაფებს ესე იგი აფსებენ ეროვნულობა, სარწმუნოება ოჯახში, რომელიც სარწმუნოება არის და კიდე რაღაცები. აი ამათ რო დაწერეს, რომ ჩვენ მართლმადიდებლები ვართ, ესე იგი სკოლა ეძებს და მოყავს მართლმადიდებელი მღვდელი და 2 საათიან გაკვეთილს უტარებს აი ამ ერთ ბავშვს. ტოლერანტობა. ერთი ბავშვისთვის მოიძიეს და მოიყვანეს უკრაინელი მართლმადიდებელი და ის ასწავლიდა ამ ისტორიას და ბიბლიას და რა ვიცი ამას რელიგიურ ლიტერატურას აცნობდა, ხოლო მეორე სკოლაში იქ ქართველი მღვდელი იპოვეს და ის მოუყვანეს და ის ასწავლიდა. ახლა მე პატარა 2 ეპიზოდი მოგიყვანე და ამაზე მინდა მთელი გადაცემა გავაკეთო. რა არის ევროპა, მაგრამ მე სხვა რაღაცებიც მოვძებნოთ ალბათ და ნახოთ, არ შეიძლება ასე ესე იგი ხელაღებით ვიძახოთ. არ შეიძლება ამის გაკეთება, მაგრამ ახლა მე თქვენთან, მეცნიერებთან, გია კვაშილოვასთან რატომ გონია, რომ უკვე მთელი ქვეყანა გიცნობს და არ უნდა ვილაპარაკო შენს რეგალიებზე. ბატონ თემურ ჩილაჩავასთან, მათემატიკოსთან, პროფესორთან, აფხაზეთის აკადემიის პრეზიდენტთან, ფაზისის პრეზიდენტთან, აკადემიის პრეზიდენტთან. აი ვილაპარაკოთ ისე რაშია საქმე, ჩვენ განათლებაში უკვე რაღაცა გვიჭირს, ჩვენ მეცნიერებაში რაღაცა გვიჭირს, მეცნიერება და განათლება ხომ ძალიან ერთმანეთთან ჩახუტებული ცნებებია, თუ მეცნიერებაში სუსტი ვართ, რა თქმა უნდა განათლებაშიც ეს აისახება და თუ განათლებაშიც აისახოს, მაშინ ამას უამრავი მიმართულებით მოყვება თავისი ნეგატიური მოვლენები. აი ამ თემებზე მინდა დღეს ვილაპარაკო და აგერ ძანეთ რომელი დაიწყეთ, საიდან დავიწყოთ? რა ხდება ქართულ მეცნიერებაში და რა ხდება ქართულ განათლებაში? მინდა აი სხვათა შორის ბატონო ბავში ეს სწორის ეს ქალბატონი წერილი არ წამიკითხავს, მაგრამ ეჭვი არ ვიპარება, რომ დაწერდა სიმართლეს, რაც არის. საუბარი არის იმის, რომ სხვათა შორის საბჭოთა კავშირი, რომელიც მე პოლიტიკურად ჩემთვის მიუღებელი იყო, მაგრამ ქართველების, აი საქართველოს წარმოადგენლების მონაცემები ყოველთვის კარგი იყო.
ესე იგი, მაგალითად, ფიზიკა-მათემატიკური სკოლებიდან, ესე იგი, მოსკოვის, კოლმოგოროვის სახელობის და კიევის სკოლის შემდეგ მონაცემებით კომაროვის სკოლა მესამე ადგილზე იყო საბჭოთა კავშირის მასშტაბით. საკმაოდ ბევრი მეცნიერი მაშინ ქართველი იყო და ესე იგი, გარკვეულწილად მაშინ ყველა რა თქმა უნდა იმ ყულაბაში, რომელიც საბჭოთა კავშირი იქ იკრიბებოდა, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ ისინი ქართველები იყვნენ. მაგრამ სამწუხაროდ ბოლო 30 წელია, ჩემის აზრით, განათლების სფერო საქართველოში, როგორც საშუალო განათლება, სკოლა, ასევე უმაღლესი განათლება, მეცნიერებაზე ზედმეტი ლაპარაკი, გეგმა ზომიერად ინგრევა. რამოდენიმე მომენტს მოვიყვანო. ბოლო დროინდელი მონაცემებით საქართველოს მძლავრი რადარები, რომელიც ყველაფერს იჭერენ, ვერ იჭერენ საქართველოს მონაცემებს. პირველი, ქვეყნების რეიტინგი მოსწავლეთა წაკითხული საერთაშორისო დონეზე. კი, ქვეყნების რეიტინგი მოსწავლეთა წაკითხული შინაარსის მიხედვით საშუალო ქულით პირველ ადგილზე გაგიკვირდებათ, მაგრამ ჩინეთია. მეორეზე სინგაპური არ გაგვიგერდება, იმიტომ თავის დროზე ლიკუანიუზე აქ ჩვენ ვისაუბრეთ, იმან აიყო სწორი, თავის ნათესავები ყველა კორუფციონერები ციხეში გაუშვა და ქვეყანა ააყვავა, 30 წელი იყო პრემიერ-მინისტრი, გარდაიცვალა, მაგრამ დატოვა ქვეყანა. მესამეზე ასევე მაკაო ჩინეთის ის არის, ჰონკონგი, მეხუთე ადგილზე მსოფლიოზე არის ესტონეთი. ქვეყანა, რომელიც იყო საბჭოთა კავშირის მართალია, ძალით იყო როგორც საქართველოს ძალით, მაგრამ ესტონეთი მეხუთე ადგილზეა მსოფლიოში. მეოთხე რომელია? მეოთხე ჰონკონგია. მერე კანადა, ფინეთი, ირლანდია, კორეა, პოლონია, შემდეგ ამერიკა სხვა შორის მე-13 ადგილზე, ბრიტანეთი, იაპონია, ასე შემდეგ ნორვეგია და საქართველო აქ საერთოდ რადარმა ვერ დაიჭირა. მოსწავლეთა რეიტინგი მათემატიკაში, ახლა მე ვთქვი, რომ როცა კომაროვის სკოლაში ვსწავლობდით მათემატიკაში, მაღალი რეიტინგი ჰქონდა ჩვენს ესე იგი მოსწავლეებს ოლიმპიადებში. აქაც საქართველო პირველ 40-ში არ არის. პირველი კვლავ ჩინეთი, სინგაპური, ამ შემდეგ ესტონეთი მერვე, ნიდერლანდები, პოლონეთი, ამ ზირთად ევროპული ქვეყნები, მაგრამ რამოდენიმე ჩინეთი არის, იმიტომ რომ სასწავლო პროცესი როგორც ლატვია მაგალითად 24 ადგილზე და საქართველო სადღაც 40 ქვემოთ არის და საერთოდ არ იხილება მისი რეიტინგი. სამწუხაროდ. შემდეგი, მსოფლიოს ყველაზე განათლებული ქვეყნები 25 წლიდან 64 წლამდე ბატონი გია შედის ამ ჩანგალში, ამ მონაკვეთში. ასაკი. 25-დან 64 წლის მოსახლეობა, რომელსაც ბაკალავრის ან უფრო მაღალი ხარისხის განათლება აქვს. კანადაში ასეთია 56.7%, 100-დან, იმაში. ესე იგი ნახევარზე ბევრად მეტი. იაპონია მეორეზე, ლუქსემბურგი, სამხრეთ კორეა, ისრაელი, ამერიკა, ირლანდია, ინგლისი, ავსტრალია, ფინეთი, საქართველოს საერთოდ რადარმა ვერ დაიჭირა. ევროპის ყველაზე განათლებული ქვეყნები, ლუქსემბურგი პირველ ადგილზე. ლუქსემბურგი ხო იცით რა პატარა ქვეყანა, მაგრამ დალაგებულია ეკონომიკა, დალაგებულია განათლება, ირლანდია, ინგლისი, ფინეთი, შვეიცარია, ნორვეგია, შვედეთი, ლიტვა, ნიდერლანდი, ბელგია. საქართველო აქ არ არის. ახლა მე ვთქვი, რომ ჩვენ ახლა ხანდახან ზოგიერთ ისე მოიხსენიებს ამ არაბულ ქვეყნებს, რომ ჩვენ არაბულ ქვეყნებზე იყო საუბარი ერთ-ერთ უნივერსიტეტზე გაერთიანებული ემირატები. ესე იგი, იქ მეცნიერს, რა თქმა უნდა, ვინც კონკურსში გასულია, აქ მაღალი ხელფასი $7,000-8,000, მაგრამ ის ვალდებულია უნივერსიტეტის რეიტინგის ასაწევად 2 წელიწადში 4 სტატია გამოახერხოს მაღალი რეიტინგის ჟურნალში. მაგრამ ისინი ითვალისწინებენ იმას, რომ მეცნიერი კი ბატონო კონკურსის დროს ძლიერს იყვნენ, მაგრამ მაინც უნდა იმოგზავროთ. გამოყოფილია მოგზაურობის გრანტები ამ შემდეგ
და იმის გარდა რომ ყოველ თვეს ღებულობ 7-დან 8-ზე ზოგიერთ distinguished ანუ გამოჩენილი პროფესორი 10-12,000 წლის ბოლოს იმ მეცნიერ ბატონგია როგორც თქვენ რომელიც წლის განმავლობაში ბევრ სამეცნიერო შრომას აკეთებს კონფერენციებზე მონაწილეებს ან შემდეგ დაახლოებით $30,000 აძლევენ აი ეს საგროვებულ თანხას წლის ბოლოს ეს ხელფასის გარეთ იგი თავისი აქტიურობიდან აქტიურობა ესე იგი სტატიები კონფერენციები ყველაფერი უნივერსიტეტის სახელით ახლა 8 წლის წინ 17 წელს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად დანიშნეს პიროვნება რომელიც მეცნიერი არ იყო გვარად ხონელიძე რომ მოვიდა ის დაერია ყველა ცნობილ მეცნიერს ანუ უნივერსიტეტის მართვიდან უნივერსიტეტის საერთოდ იმიდან გაიყვანა არც აკადემიურ საბჭოში არც იმა პირიქით დააწინაურა წყალწყალა მეცნიერები და გააკეთა ესეთი სიტუაცია აი არაბეთის უნივერსიტეტი ხო გითხარით მაგალითად ვეკუა რომ იყოს ცოცხალი და მუშაობდეს სოხუმის უნივერსიტეტში მას ექნებოდა ისეთივე დამამცირებელი ხელფასი როგორც აქ მეორეს რომელსაც სტატია საერთოდ არ აქვს აჰა თუ ლესიჭინე ლაგოდეხის კონფერენციაზე გააკეთა მოხსენება ისიც არა ანუ თუ არ არის სტიმული თუ შენ ერთნაირად უყურებ ძლიერ და სუსტ მეცნიერს ბუნებრივია ეს უნივერსიტეტი წინსვლა არ ექნება და ამიტომ საუბედუროდ მე ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ სოხუმის უნივერსიტეტის და იყო პერიოდი ჩვენ ვიყავით მე-4 ადგილზე რეიტინგით ეს ოთარ ჟორდანიას დროს 2004-ში 5-ში დღეს სამწუხაროდ ძალიან დაბალი ისა ამიტომ მე ვთხოვდი ახალ არ ვიცნობ ქალბატონს რომელიც მოვიდა თეა ჯუღელს რომ ქალბატონი თეა თუ დაეყნობა ბატონ ზურაბ ხონელიძეს რომელიც 8 წელი ანგრევდა უნივერსიტეტს შესაბამისად მასაც არ ექნება იმ ხალხის ხარდაჭერა ვინც სახია ამ უნივერსიტეტის ისა როგორც ირკვევა გამოცდილი ქალბატონია მე სეუს პროფესორის ვარ ის დეკანი იყო გამოცდილია და გაერკვევა ვინ რას წარმოადგენს და იმედია რომ ისეთი მეცნიერები სოხუმის უნივერსიტეტს შემორჩა მიუხედავად იმისა რომ ბატონი ხონელიძე და მისი გუნდი ხელს გვიშლიდა და არ გვიშვებდა კონფერენციებს ანუ უნივერსიტეტი თანხებს ერთხელ ვიყავით მინიმალური თანხით დანარჩენი ესე იგი ხელს არ გვიწყობდა ჩვენ მაინც დავრჩა 5-6 მეცნიერი რომელიც თავის ენთუზიაზმით აქვეყნებს სტატიებს მაგრამ წლის ბოლოს ჩვენ გვაძლევენ $0 ბატონო რა მაინტერესებს ისეთ ახლა ეს თემა ნუ რაღაც ერთი კაცის გამოყოფით და რაღაც ამას ჩვენ შეგვიძლია მივუძღვნათ ცალკე გადაცემა და მოვიწიოთ ის მხარეც და მაშინ უფრო პრობლემა არ არის ხო აი ასე გავაგეთ ვიდრე ხუსი არ გაყვე მოიყვანეთ პრობლემა არ არის რა გეჩქარება ბატონო ბახში აქ როგორ კი გეთანხმებით მე აქ ხშირად ვისმენ ზოგიერთი ლაპარაკობს მაღალი დონის მეცნიერია მაღალი დონის მეცნიერი აგერძის აგერ ვარ მე და თქვენ ხარ როგორ შეიძლება მაღალი დონის მეცნიერი უწოდა კაცს რომელმაც ერთი ბროშურა დაწერა და ციტირების ინდექსი აქვს 1 ეს არის მაღალი დონის და იმ პიროვნებას რომელსაც ციტირება აქვს 1000-ზე მეტი იმასაც უწოდი მეცნიერ და ერთი ციტირების ის ამიტომ მე მზადა ვარ ყველასთან მე არაფერს ისეთ არ ლაპარაკობ რაც არ არის გამაგრებული მათემატიკურად ესე იგი ფორმულები ისე ახლა უფრო ხუმრობის იმა რო გადავიყვანო სხვა თქვენ მათემატიკოსი ხარ და გახსოვთ გალუა ხო ერთ-ერთი დიდი დუელზე მოკლეს ხუთელში დუელზე მოკლეს და იმ დუელის წინაღამით დაწერა ის ერთი ბროშურა და იმით არის ნუ იქა მაინც 3 წელი 18 წლიდან 21-მდე იყო მაგრამ ხუმრობით მოკლედ ამაზე ჩვენ აი გრანტების საკითხზე იმ კონფერენციებში მე რამინდა იცით აი ჩვენ ვინ რა არის ქართულ პოლიტიკაში ჩვენ ყველაფერი რასაც ახლა აქ ლაპარაკობთ ამას ვაკაპარაკოთ და იმიტომ ვიქექებით აი ამ სხვადასხვა მიმართულებებში რომ
აი ამ პოლიტიკოსების, რომელებიც ჩვენ უკვე ავირჩიეთ და ანდა აწი უნდა რა ავირჩიოთ, ეს იმათი სახე არის. რამდენად ესმით, აი ის, რასაც ახლა შენ ლაპარაკობ, რამდენად ესმის იმას, ვინც ჩვენ ავირჩიეთ და დღეს ხელისუფლებაშია და ანდა ის, ვინც უნდა ავირჩიოთ და ახლა ოპოზიციაშია. საქმე ამაშია, ჩვენ ფაქტიურად იმათ დონეს, მერე ჩვენ ბოლო გადაცემებში, რა თქმა უნდა, მაგათ ნიშნები უნდა დაუწეროთ. ამისთვის გვაქვს ჩვენ კრიტერიუმები შერჩეული სამასია. ვის როგორ ესმის ეს? აი ერთი მინდა დავამატო, მხოლოდ ერთი. თქვენთან ამ განხილვებით მე სწორედ ის მინდა ხალხს ვაჩვენო, რომ მეცნიერება და განათლება ეს უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ქვეყნისათვის და ქვეყნის მართველი ამას უნდა გრძნობდეს და იცოდეს და თვითონაც იყოს მოწოდების სიმაღლეზე, რომ ეს დონე არ დაეცეს. დღეს ეს დაცემულია. აი ბატონო ბახში, დღეს არის განათლების მინისტრი ბატონი გიას მეზობელი ყოფილა სამეგრელოდან ბატონი ზვიად გაბისონია. ეს ახლა არის მინისტრი. დიახ, მინისტრის მოადგილე განათლების. რომელიც თავის დროზე იყო ფონდის, რუსავილის ფონდის თავმჯდომარე. არის უმაღლესი დონის მეცნიერი, მაღალი რეიტინგით Q1, Q2 ჟურნალებში უშანგი ზაზა გოგინავა. მან 8 წლის წინ, სანამ აქ იყო ჯერ, ახლა ის მოღვაწეო ზუსტად ემირატებში და აქ დიდი ესე იგი აღიარება. მან შეთავაზა ზუსტად ბატონ ზვიადს, რომ ჩვენ რეიტინგები გავაკეთოთ მეცნიერებზე მათ მიერ გამოქვეყნებულ სტატიების მიხედვით. თავიდანვე მეტნაკლებად კარგად მიიღო, მაგრამ გაიარავა კონსულტაციები და ეს საქმე ჩაიფუშა. მერე მას უთხრეს, შენ თუ ხარო ასეთი მაგარიო, წადიო უცხოეთშიო. აქ საქართველოში ჩვენ მაგრები არ გვინდა. ის მართლა წავიდა და ახალ შედარებით შემიძლია უფრო ახალგაზრდა კაცია და თავის ნიშ გონებას სტატიებს აქვეყნებს გაერთიანებულ არაბეთის უნივერსიტეტის სახელით, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის გამგე იყო მათანალიზის ბატონ გია ეკსალობდა და ესე იგი ჟიჟიაშვილის შემდეგ ზაზა გოგინავა იყო კათედრის გამგე. ჩვენ ასეთი დონის და ბევრი ასეთი დონის ვინც მიდის. ამიტომ დღეს თუ ხელს არ შეუწყობ, მათ შორის გია ყვაშილავას, ისწავლა და დარჩნებიან ერთი ციტირების დონეზე მეცნიერები. დიდი მადლობა. ბატონო ბახში, მადლობა მოწვევისთვის. დროის ფაქტორს ვითვალისწინებ და კონკრეტულად მინდა ვისაუბრო. კი ბატონო. 15 წუთი. დიახ, მათემატიკოსთა საერთაშორისო კონგრესი იმართება 2026 წელს ამერიკაში, ფილადელფიაში, 23-დან 30 ივლისის ფარგლებში ჩვენი ჯგუფი, ბატონი თემური, მე და გიორგი ფოჩხუა მიწვეული ვართ, ანუ ჩვენი სამეცნიერო ნაშრომები მიღებულია. ახლა რა გავაკეთოთ ჩვენ ქართველებმა, მეცნიერებმა, როცა ასეთ პრესტიჟულ სამეცნიერო კონგრესზე, მე ბევრ სამეცნიერო კონგრესზე ყოფილ ვარ, ლინგვისტთა კონგრესზე და სხვაგან. მაგრამ განსაკუთრებული არის მათემატიკოსთა საერთაშორისო კონგრესი, ყველაზე პრესტიჟულია, იმიტომ რომ აქ პირველ რიგში როგორც თქვენი მომხსენებელი გაიცნობს, ესე იგი წარმოიდგინეთ, აქ მომხსენებელი და დამსრე სულ იქნება 20,000-ზე მეტი. მომხსენებელი არის დაახლოებით 5,000-მდე და დამსრე რამდენი. ეს არის ყველაზე ის კი არ არის რა სადღაც გამოვიდეთ მუსიკალურ იმაზე, რა თქმა უნდა გამოვიდეთ ამას თელი საზოგადოება ხედავს სოფლიო, ასევე ფეხბურთის ამბავიც კარგია, მაგრამ აი ინტელექტუალური ძალა, რომელიც განსაზღვრავს სოფლიოს პოლიტიკას, აი იქ არის კონგრესებზე. ის მათემატიკოსები, სხვა ლინგვისტთა კონგრესზე და ასე შემდეგ. აქ ჩვენ გვაქვს მოხსენება გაკეთებული საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ბევრ ქართველმა ვერ გაიგო, რომ ქართული სახელმწიფო 4000 წლისა და ამის დამამდა მტკიცებელი წერილობითი დოკუმენტები არსებობს, მაგრამ ჩვენ ამას, ჩვენმა ჯგუფმა დაამატა ის, რომ მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირებით ეს ყველაფერი გაკეთებულია და დისერტაციის სახით უკვე მზად არის და მალე ეს დისერტაცია ბატონ თემურის. ნუ თქვენ მასალები, რეფერატები გაგზავნილი გაქვთ და მიღებული გაქვთ მოწვევა. ახლა აქ რიგდება თითქმის ნობელის პრემიის
სიდიდის თანხით ფილცის პრემია, მედალი, ოქროსი, მათემატიკაში ყველაზე მაღალია. ფილცი გვარია, მათემატიკოსი გაუსის და ჩერნის პრიზები. აი მე პრაქტიკულად ვამბობ, თუ აქ საქართველო არ იქნება, მაშინ რა სუვერენიტეტზე გვაქვს საუბარი? უბრალოდ თქვათ, თუ მე კონფერენციაზე 46 ქვეყანაში ვარ ნამყოფი, საერთაშორისო კონფერენციაზე კიდევ ვიმეორებ და ეს ყველაფერი დააფინანსა უცხოელმა და ქართველმა ბიზნესმენებმა. სახელმწიფოს არც ერთ პერიოდში 2006 წლიდან დღემდე არასოდეს მონაწილეობა არ მიუღია. რატომ უნდა წარმოვადგენდე ამ ქვეყანას მე, როცა მაგათად მათემატიკოსთა საერთაშორისო ევროპის ის არის, რა ქვია, ორგანიზაცია, მე არა ვარ საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის წევრი. მე ვარ ავსტრიის სახელით ვარ, რა ქვია, ევროპის, იმიტომ იქ შეიტანა ავსტრიის წარმომადგენელმა ჩემზე. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ვეღარ გავაგრძელებდი წევრობას დიდხანს, იმიტომ ის გადასახდელია. ყოველ წელიწადში $100 თუ ცოტა მეტი евро. მოკლედ, ასე თუ ისია, პრაქტიკულად ჩვენ უნდა ვიყოთ ქართველები, მე ხალხს ველაპარაკები, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ იმ კონგრესზე. თუ საქართველო ნამდვილად პატრიოტები თუ ვართ, თუ საქართველოს ვაჩვენებთ ამ კუთხით, მაშინ საქართველო როგორც ასეთი, როგორც უნდათ, ისე ატრიალონ, ასე არ იქნება. თუ მეცნიერებისთვის იქნება საქართველო მაღალ დონეზე წარმოდგენილი, ყველა პატივცემს. ყველა ქვეყანა. თუ ჩვენ არაფერს არ წარმოვადგენთ მეცნიერების თვალსაზრისით, ანუ ჩვენ არ ვქნით რამე პროდუქტს, სხვათა შორის ერთმა ამერიკელმა თქვა, სადღაც Facebook-ში, რომ რას ქმნით ქართველებიო თქვენო? ხინკალი, ხაჭაპური და ცეკვა თამაში სიმღერა. ჩვენ დაუშვათ ღვინო შევქენით ეს ყველაფერი გასაგებია, რომელიც Mercedes-ზე და რაკეტაზეც უფრო დიდი იყო ჩვენი გამოგონება, დაუშვათ რკინის აღმოჩენა, მაგრამ ახლა ქართველებს ძალიან კარგად შეუძლიათ მეცნიერებაში წარმატებული იყვნენ. აი აქაბათ ჩვენ პიროვნებები. მოდით და დაგვეხმარეთ. თუ ნამდვილად გინდათ საქართველოს წარმოჩინება, მოდი პრაქტიკულად ვიმუშაოთ. თქვენ მის განათლების სამინისტროს მიმართეთ ამით? განათლების სამინისტროს ვერ მიმართავთ ბატონო ვახში. იმ რომ არ აქვს მაგათ ეს სტანდარტი, რომ ამ ხრივ იმათ დაფინანსების გამოყოფის სტანდარტი არ აქვს, რუსთაველის ფონდი არის. რუსთაველის ფონდს როგორ მიმართო? წინასწარ უნდა ჩაეწეროთ მთელი დასაწერია, მე იქ რომ დაწერთ ნუ მოკლედ აღარ მინდა რომ ახალსი პროექტიდან ფინანსება დაახლოებით ყველა დარგში ერთად. მათემატიკა, ფიზიკა, დამცირე თანხა. დაახლოებით 100 ფინანსდება. მათემატიკაში იცით რომ ყველაზე თანხა რამდენია ბატონო? მათემატიკაში რომ შეიტანს დაახლოებით 100 კაცი, ფინანსდება 4. თანხა რამდენია თანხა? თანხა არის დაახლოებით 3 წელიწადზე 180,000 ლარი. 3 წელიწადზე. ახლა არ არის ეს თანხა. ახლა არ არის ეს ფუნდამენტური კვლევების სახეში. 100-დან 4 ფინანსდება. აი მე მეუბნები $10,000 ახლა მინიმუმ ჩვენთვის საჭიროება. 10,000. ხო, $10,000 ეს არის მინიმუმი, რომ ჩვენი შეიძლება რამდენიმე დღე ისედაც ვიშიმშილოთ. აი ეს ბიჩვეულები ვართ ისე. საუდის არაბეთში პირიქით აქეთ თხოვე. რომ ოღონ წარადგინე ისა მოხსენება, ons მოაწერა თქმა უნდა იმ უნივერსიტეტის სახელი და კიდევ გზის ფულს დაგიმატებენ ყველა დამატებითი ხარჯებს. აქ პირიქით ზოგიერთ რექტორს უხარია რომ სუსტიყას თანამშრომელი, რატომ? ის არ ითხოვს კონფერენციაზე. მაქსიმუმ ეს იჭინა ლაგოდეხში წავა, ერთმანეთს მოუყვებიან და დახარჯავენ გზაში 20 ლარი. ის არა ბატონო თემურ უნივერსიტეტის დეკანმა არ იცის რომ ცენტრი რას აკეთებს. აი მაგათად ჩემი ცენტრი რომელშიც მე ვმუშაობ, ჩვენი ცენტრი და დავწერე სათითაოდ და დავდე Facebook-ზე ყველა წერილი გავგზავნე TSU-ს ყველა შტატის წარმომადგენელს რა გააკეთა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც ენა ლოგიკა მეტყველება სადაც მუშაობს ეს ცენტრი მათემატიკის ენათმეცნიერების მიმართულებით და თანამედროვე ენების კვლევების თვალსაზრისით განსაკუთრებით ქართული ენისა. რომელსაც აქვს საერთაშორისო მნიშვნელობით ყველა სიმპოზიუმები ჩატარებული და ჩამოწერილია 1995 წლიდან. ყველა წიგნში შეტანილია ცენტრი და არ იცის. და როგორც შეუძლია დეკანს, როცა არ იცის, შეუძლია შევიდეს იქ ვიღაცა
და გამოიტანოს თქვენი კომპიუტერები, რომელშიც ჩემი ბევრი ნაშრომია შეგ შენახული და არც ვიცი დღემდე წვდომაც არ მაქვს 10 დღე გავიდა. აი ასეთი დამოკიდებულება მეცნიერების მიმართ არ გვინდა ეს 1000 მეცნიერი დავუშვათ 5000 ყავდეს საქართველოს 40 მაღალი ციტირების მქონე მეცნიერი და არის ეს და სახელმწიფომ მე ახლა ეროვნულ აკადემიაზე არ მინდა ვთქვა მაგრამ კიდე ვიტყვი რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიამ არ უნდა აირჩიოს ყველა ვიცი ჩვენ მე მაგათაც ფაზის აკადემიის წევრებიდან ვიცით არჩევა ხდება არა რეიტინგის მქონე მეცნიერებისა მარტო მათემატიკაში ხო მათემატიკა და ფიზიკა და ქიმია ხო მათემატიკა ქიმია ფიზიკა ეს ტექნიკურ დარგებში არის მაგრამ მე ვამბობ ჰუმანიტარულ მიმართულებით ყოველ შემთხვევაში აირჩევა ხალხი რომელთაც არ აქვს ციტირების ინდექსი 0 აქვს მოთხოვნებშიც არა საერთოდ წერია და რა მეცნიერების განვითარებას ლაპარაკი და ჩვენ ახლა თუ ასე ვიქნებით ვერ წარდგებით როგორც სახელმწიფო დამოუკიდებელი ძლიერი თუ ეს მეცნიერება არის სახელმწიფოს ხერხემალი თუ არ ჯერათ ჩაიხედონ ყველაფერში გამოყენებით მათემატიკას განსაკუთრებით დიდი როლი აქვს საქართველოში ყოველ შემთხვევაში ილია ვეკუა ყავდა ნიკო მუსხელიშვილი და 1000 დიდი ქართველი მოღვაწე მერე გაიზარდა აქედან მეცნიერები გამყრელიძე თამას გამყრელიძე თამასი არა მისი ძმაა ხო რეზო გამყრელიძე ბატონო ვახშიდიებ დავამატებ ერთს რომ ცნობილი აკირა კურასავა ეს ცნობილი იაპონელი კინორეჟისორი, მაგრამ იყო კურასავა კიდე მათემატიკოსი და მან შექმნა ესეთი მოდელი, როცა თქვათ ველს ესე იგი ამერიკული პეპელა და ესევა და შემდეგ როგორ ესე იგი იხსნათ ეს ველი, ანუ მოსავალი განადგურებისაგან და ცნობილია კურასავას მოდელი. მერე ზოგიერთმა ეს კურასავას მოდელი გამოიყენა განათლებაში და ეკონომიკაში სხვათაშორისო, აი განათლებაში. თუ შენ გინდა მიზნად ისახავ უმაღლესი განათლების, საშუალო განათლების განადგურებას მარტივი ენაზე 100 მასწავლებიდან თუ შეძლებ როგორმე 2/3, ანუ 66% დააგვირდით ციფრებს, იქნება სუსტი დონის, დანარჩენი 1/3 დადის მათ დონეზე. აჰა. ესე იგი, აი ესეთი მოდელი, აი ზუსტად ამას დაიწყო ამის გაკეთება მიხეილ სააკაშვილმა განათლებაში და მეცნიერებაში და ესე იგი აგრძელებს ეს ხელისუფლება და მეცნიერებაში ისე უნდა რომ ბევრმა პარლამენტარმა დაიცვეს ჭყალებში სადოქტორო დისერტაციაზე ერთ-ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში ისე რომ სათაური არ იციან და ამიტომ ესე იგი ბატონი გია რომ საუბრობს ეს სწორია რეალური მეცნიერი საქართველოში არ იქნება 200-ზე მეტი ყველა დარგი ერთად მაგრამ რომ აკადემიური დოქტორის მქონე პიროვნებები ახლა ბოლო 10 წლის განმავლობაში 15 წლის განმავლობაში სტახანოვის მეთოდებით რომ დაბეჭდეს ისინი თვლიან რომ მეცნიერია როცა პუბლიკაციები არ აქვს ლესიჩინე ლაგოდეხის გარეთ შესაბამისად სახელმწიფოს თუ უნდა რეიტინგი მეცნიერებაში ის შეარჩიოს 40-100 მეცნიერი ყველა დარგში ერთად მარტივ შერჩევა შევიდეთ Web of Science შევიდეთ Google შოლარში შევიდეთ Scopus-ში შეიტანეთ გვარი ინგლისურად პიროვნების და ამოგიგდებთ უმრავლესობაზე 0-ს ამოგიგდებთ ბატონო ისა ზოგიერთი შეგნებულად არ რეგისტრირდება იმიტომ რომ ის ამოაგდებს 0-ს 0-ს მაგრამ არის საბედნიეროდ ხალხი რომელიც ესე იგი მაღალი ციტირება მათ შორის იმ მეგობარზე რომელზეც ვისაუბრებ უშანგი ზაზა გოგინავაზე ეკონომიკაში ბატონ ლადო პაპავას საკმაოდ მაღალი აქვს ბატონ თემურ ჩილაჩევას 1147 აქვს ციტირების ინდექსი ეს პატარა რიცხვი არ არის 1147 ესე იგი იქ შეიძლება რამდენჯერმე იყოს ნახსენები სტატიაში მაგრამ მაინც ერთ სტატიაში მეცნიერის ერთ სტატიაში ერთად ითვლება ეს და წარმოიდგინე რამდენმა მეცნიერმა უნდა წაიკითხოს და ეს ციტირება მოახდინოს ნაშრომში ჯერ შეიძლება წაიკითხოს და მერე შეიტანოს თუ არა თავის ნაშრომში აი ეს არის ცნობადობა აი ეს არის ქვეყნის ნამდვილი სუვერენიტეტი თუ იქნება მეცნიერება მაღალ დონეზე თუ იქნება განათლება მაღალ დონეზე ყოველ შემთხვევაში მე კარგად ვიცი როგორ უნდა გამართო განათლების სისტემა და მეცნიერება თუ თქვენ ააწყობთ ნამდვილი მეცნიერებით
სახელმწიფოში მეცნიერება იმუშავებს და განათლება. სამწუხარო ბევრ უნივერსიტეტებში ეს ასე არ არის. შეუძლია ნებისმიერ მომენტში თუ თქვენ არ მოეწონეთ, მაგალითად, ჩემი წვირი არ მოეწონა ვიღაცას და გაგანთავისუფლოს. იმას კი არ კითხულობს, მე რა მაქვს გაკეთებული სამეცნიერო ნაშრომის სახით, ბოლოს და ბოლოს სამი მიმართულებით როგორ მუშაობს ეს კაციო. ისიც არის წის ზოგმა მეცნიერმა სამი მიმართულებით კი არა, ერთი მიმართულების სამი, ანუ ინტერდისციპლინარული კვლევა. სინერგეტიკული. ხო, მათემატიკური, ახლა მარტივად რომ უთხრა მსვენელს, ესე იგი ეკონომიკის როლი მათემატიკისა და დამწერლობის შექმნაში. ესე იგი ეკონომიკამ ურთიერთობამ განაპირობა დამწერლობის ანუ ჩაწერა, მე და თქვენ დავუშვათ რომ ვაჭრობას ვახდენდით დავუშვათ, ასე უნდა ჩაგვეწერა და აქვე ანგარიში. აი ეს არის ჩვენი და მოდელირება, მე აქედან მოდის გამოყენებითი მათემატიკას დიდი ისტორია აქვს, ну ყოველ შემთხვევაში 10000 წლის ისტორია აქვს და საერთოდ წმინდა მათემატიკა გაჩნდა აგერ ბერძნებთან ძველი წელთაღრიცხვის მე-3 ან მე-6 საუკუნეებში. და ეს ისტორია ისტორიისთვის კი არ არის, ეს ჩვენ იმისთვის სჭირდება რომ შევდგეთ ძლიერ სამეცნიერო სისტემად. და რა არის ამის პრობლემა კაცო? ხო არის სპეციალისტები. ბოლოს და ბოლოს ხარიდან ხო არა გვაქვს ასაშენებელი როგორც არაბეთშია. დაუძახოთ ამ ხალხს. არა, იმათ გამოუძახებენ და იმათ აძლევენ, მე ახლა ჯილდოზე არ მაქვს ლაპარაკ, მაგრამ ციტირების ინდექსი 0 აქვს და განათლების წინა მინისტრს ახლანდელზე მე არ ბეზარბობ, ჩემ ბეზობეზეც კიდე ვერ ვიტყვი, ვერაფერს იმიტომ რომ მე ბოლოს და ბოლოს მეგობრობ და არ მაქვს ახლა ამის ისა იმუშაონ, კარგად გააკეთონ საქმე და მე მაგას ვერ გავაკრიტიკებ. ბოლოს და ბოლოს ჩემი ნათესავად მეკუთვნის და ახლა ხوار შემიძლია თქვა. ეს ბატონი თემურის მოსაზრებაა, მაგრამ დაგვინახოს, შეგვამჩნიონ, რომ ჩვენ ვარსებობთ აქ. ჩვენ ვართ მაღალი, ესე იგი, ინტელექტის მქონე იმ თვალსაზრისით კი არა, არამედ ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ ადამიანები. ხოლო ამ შემთხვევაში არის უნივერსიტეტებში ხალხი, რომელიც იტყვის, რომ ეს თვითონ არაფერს არ აკეთებს, მაგალითად ჩემთან დაკავშირებით შეიძლება ვიღაცამ თქვა, ეს გიეპოშლება არაფერს არ აკეთებს. უთქვამს და ვიცი ჩანაწერი გვაქვს და ასევე სხვა მათ იცის ეს. აი ესეთი დამოკიდებულობა, ახლა ნახოთ, ჩემი სტატიები რამდენია ეკონომიკაში გამოქვეყნებული, მათემატიკაში ეგ ბატონი თემურია და კიდევ ენათმეცნიერებაში. გადახედონ 10 ნაშრომს მაინც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენად არის ის მაღალი კვალიფიციის მქონე ნაშრომი, იმიტომ რომ მე რომ დავწერ ნაშრომს, ახლა ვუთხარი ბატონ თემურს, 5 წელი მე ნაშრომი არ გამომაქვს, რომ დავწერ, ეს მათემატიკას არ ეხება, ეკონომიკას და ენათმეცნიერებაში. 5 წელი ის დევს ხელო ესე იგი რომ დავწერ, მე უჯრაში და მე ვიუბრუნდები, იმიტომ რომ კრიტიკულად წავიკითხო. საერთოდ შევამჩნიო შეცდომა ან რაღაცნაირად და ამიტომ ასეთი გამოთვლითაა ეს დაწერილი ენათმეცნიერების ის საკითხები და ასევე ეკონომიკური საკითხები. ბატონო ბახშიეთ, დავამატებ მხოლოდ მე 2005 წლიდან არავითარი ხელშეწყობა ცხადია არ მაქვს სოხუმის უნივერსიტეტის წინა რექტორებიდან აფაქიძე, ხონელიძე. იმედია ალბათ ეს ხელს პერიოდში შეიცვლება, მაგრამ მე ყოველთვის ყველა ჩემს სტატიას დაახლოებით 190 მაქვს, მათემატიკური სტატია, ყველგან ვაწერ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით. მეორე, ახლა ბატონ გიამ, ჩემი ხელმძღვანელობით წარადგინა დისერტაცია, რომელიც ჩემი ღრმაწმენით გამოყენებით მათემატიკაში ასეთი დონის დისერტაცია საქართველოში შეიძლება 1-2 იყოს დაცული. ეს დისერტაცია თამამად შეიძლება იყოს დაცული კემბრიჯში და ოქსფორდში. სრული პასუხისგებლობით ბატონი გია არის ჩემი მე-10 დოქტორანტი, იყო კიდევ სხვები დოქტორანტები კარგი დისერტაციები ბრწყინვალე, მაგრამ ეს დისერტაცია თავისუფლად ოქსფორდში და კემბრიჯში გამოყენებითი მათემატიკის ხაზით შეიძლება იყოს დაცული. და ჩვენ ამით იქაც ყველგან ცხადია სოხუმის უნივერსიტეტის სახელით გამოვა ეს, იმიტომ რომ მე სანამ ცოცხალი ვარ, ყველა სტატიას გამოვაქვეყნებ სოხუმის უნივერსიტეტის სახელით, თუნდაც რომ გამანთავისუფლო იმ უნივერსიტეტიდან, ალბათ თუ გამანთავისუფლებიან იქნება უკანონო, მაგრამ თუ გამანთავისუფლო მაინც სოხუმის უნივერსიტეტის სახელით გამოვაქვეყნებ. ძალიან
ესე იგი მე მეგონა იმ წინა გადაცემიდან ახლა ტემპერატურას ქვევით დავწეთ არ გამოვიდა ორი საკმაოდ სახელოვანი და მძიმეწონიანი მე არში გაწუხებ მიდივარ თბილისიდან ამიტომ ორი სახელოვანი და მძიმეწონიანი მეცნიერი თავიანთ გულის ტკივილზე ილაპარაკეს ნუ ეს არის სარკე იმისა თუ რა ხდება ქართულ მეცნიერებაში მე ძალიან მოკლე რეტროსპექტივას გავაკეთებ ახლა მე გამომდინარე იქიდან რომ სხვა რესპუბლიკაში მუშაობდი ატომური მრეწველობის ერთ-ერთ ობიექტზე მაშინვე დავიწყე მეცნიერული მოღვაწეობაც ამ მიმართულებიდან მქონდა კავშირები მიფის ინსტიტუტთან მოსკოვსკი ინჟინერნო-ფიზический ინსტიტუტი და იქ მე ჩვენთან გამოთვლით ცენტრში 200 კაცი ერთდროულად მივიღეთ ლომონოსოვის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტიდან ესე იგი პროგრამისტები და ესენი და ნუ მოკლედ მასში ვტრიალებდი ესე იგი აი ამ ატომური მრეწველობის სამინისტროში მეცნიერული სიახლეების ხშირი ასე ვთქვათ წარდგენები ხდებოდა და ეს კონფერენციები და შეხვედრები აი ამ ატომური მრეწველობის ობიექტების სხვადასხვა მისამართზე ეს ნოვოსიბირსკი იქნებოდა ტომსკი, სვერდლოვსკი, იქ კიდე სხვადასხვა მაგრამ ეს დახურული ორგანიზაცია იყო და მახსოვს ერთხელ ისიკულის მიდამოებში იქ იყო ერთი ობიექტი ატომური მრეწველობის და იქ ესე იგი მოსკოვიდან ჩამოსული მეცნიერი მართვის დარგის სპეციალისტი გვიკითხავს ლექციას მათემატიკური ახალი მეთოდების ოპტიმიზაციის ახალი მეთოდებზე წაგვიკითხა ლექცია ის კაცი იყო მე ის არ ვიცი ახლა ცოცხალი არის თუ არა აკადემიკოსი რუსეთის აკადემიის და რუდოლფ ევგენიევიჩ კუზინი აი ესეთი იყო და წაგვიკითხა ლექცია ვექტორული ოპტიმიზაციის თეორიის შესახებ ვექტორული ოპტიმიზაცია ეს ნიშნავს იმას რომ აი ჩვენ როცა რაღაცის ოპტიმიზაციას ვაკეთებთ იქ რა თქმა უნდა ყოველთვის რაღაც კრიტერიუმი გვაქვს გამოყოფილი და აი ამ კრიტერიუმის მიხედვით ესე იგი უნდა მივაღწიოთ ოპტიმუმს და ის კაცი კიდე ამბობს რომ ცხოვრებაში როგორც წესი რამოდენიმე კრიტერიუმი არსებობს ესე იგი ვექტორია არა სკალარული სიდიდე არა ვექტორია და იმისი ის არა ქვია მაგას შემადგენლები ხო ამიტომ ეს არის ვექტორული და აი ეს თეორია და იმისათვის რომ ესე იგი როცა რამოდენიმე კრიტერიუმია იქ რაღაც შეზღუდულობები ეს აგრანიჩენიებს რომ მთელი სისტემა და ეს და წაგვიკითხა ეს ლექცია ბოლოს გვეუბნება რომ აი ეს თეორია აი ეს წიგნი გადმოთარგმნილი არისო იტალიურიდან ესე იგი ოპტიმალური მართვის ერთ-ერთი თეორია ვექტორული თეორია და მისი ავტორი არისო სულაკველიძე он оказывается наш грузинский მიხვება ჩვენი რეზოლუციის ასა მინდია სალუკვაძეს წიგნი აქ იმის მართვის ინსტიტუტის დირექტორი იყო ამას ეს წიგნი დაუწერია ნუ დაწერა ქართულად მე ესე იგი იტალიელები დაინტერესდნენ და იტალიელებმა თარგმნეს ეს მე რუსებმა იმისგან გამოთარგმნეს და მე მიიღეს რომ ეს არის ნახა წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა და ეს რუდოლფ ევგენიევიჩი მე იყო ჩემი ოპონენტი და უკვე კარგი ურთიერთობა მქონდა და ძალიან დიდ პატივს რისი თქმა მინდა აი ის კაცი ნუ მეც და საერთოდ საქართველოს დიდ პატივს სცემდა იმიტომ რომ იცოდა სალუკვაძე ახლა მეორე გამყრელიძე რო გითხარით პონტრიაგენის თეორია გახსოვთ ხო პონტრიაგენ მიშინ გამყრელიძე და კიდე იყო ვიღაც მეოთხე ხო იქ ეს სერიოზული იყო ეს მინიმაქსის თეორია როდესაც ესე იგი აი ეს ბევრი მაქსიმუმი და ბევრი მინიმუმია და იქედან რაღაცას რო ეძებდა ჩამოაყალიბა და მაშინ ლენინის პრემია მიიღო იმ თეორიამ
ახლა რაც შეეხება ბერმანის თეორია, იგივე წრფივი პროგრამირების თეორია, ასევე აქ ჩვენთან იმან რა ქვია მაგას ეკონომიკაში განსაკუთრებით ფრანგიშვილმა, ივერი ფრანგიშვილმა წაგვიკითხა ოქროს კანონი, მართვის ოქროს კანონი. ახლა დღეს ამას წინათ აი აქ ჩვენთან ხარხელავრი და რურუა და ესენი რო იყვნენ, მაშინ უბრალოდ ვერ ჩავშვიეს იქ ძალიან ხო ეს იყო საქმე იმაშია რომ ვიღაცა ერთმა თქვა რომ აი კომუნისტები ასე არ უნდა გაგვერიყა და არ უნდა გაგვეყარა სულ ყველა ერთად. ამას ის ოქროს თეორია პირდაპირ გეუბნება, როცა ორი ალტერნატიული მიმართულება არის მართვის არ შეიძლება ერთის მთლიანად უარყოფილდამე და ყველაზე ოპტიმალური თურმე არის როცა აი ეს თანაფარდობა თავსდება 40-60%-ში 40-60%-ში. ახლა ხალხისთვის გასაგები იყოს, აი მაგალითად შენ მოხვედი ახალი დირექტორი ხარ და გინდა შეცვალო კადრები რომ რაღაცა შენ თუ 40% მაინც ძველი არ დატოვე სისტემა დაგენგრევა. შენ თუ 40-ზე მეტი 60-მდე მაქსიმუმი არ გამოცვალე, შენ იქ რეფორმებს ვერ ჩაატარებ, იმიტომ რომ ის ძველები გაჩერებენ, მაგრამ შენ იქ დგახარ. ეს ეხება ნებისმიერ ეკონომიურ ამოცანას, როცა ბიუჯეტი დგება, აი მაგალითად მის საბჭოთა პერიოდის შემდეგ ქვეყნებში, ჩვენს რაიონებში, აი მაგალითად სამეგრელოს რაიონებში თუ დაახლოებით 60-80% ბიუჯეტი დგებოდა მეჩაიეობისაგან, მეჩაიეობა რომ სულ დაეცა, რა თქმა უნდა მისი წილი სულ დაეცა, ბიუჯეტი მოისპო და ნუ მოკლედ ანარქია. ნუ ამაზე ბევრი მილაპარაკი ამას სხვადასხვა გამოსვლები მქონდა, დამიწერია კიდევაც ხალხო მეცნიერება ვითარდება იმიტომ რომ ის აუცილებლად ჭირდება ეკონომიკას და ქვეყანას, მართვას და განვითარებას. მეცნიერების გარეშე განვითარება არ ხდება და ჩვენ ქართველები მათემატიკური სკოლა ქართული ყველა მიცოდა რა იყო ეს მუსხელიშვილი და მუსხელიშვილამდე კიდე რაზმაძის სკოლა და მე აგერ ვეკუა და მე მისი მოსწავლეები უამრავი, ასევე იყო ფიზიოლოგიის სკოლა, ასევე იყო უზნაძის სკოლა, ასევე იყო ჩვენ საუკეთესო ექიმები ყავდათ, კაცო ნიკოლოზ ანთელავა საუკეთესო გულის ექიმი იყო საბჭოთა კავშირში და კრემლის ლეო ბოკერია ითაური ხუთეულში შედის კარდიოლოგია და ის ერთი რუსი რო იყო კიდე იქ ქართველების წარმომადგენელი დამავიწყდა მის გვარი ცნობილი ექიმი ბურაკოვსკი მე მგონი ბურაკოვსკი და ეს ყველაფერი ჩვენი წარმომადგენლები მოვუაროთ მეცნიერებას მოვუაროთ მეცნიერებს დავაფასოთ ის და გავხედოთ თორემ ვინ რა არის ქართულ პოლიტიკაში ამითაც განისაზღვრება და ამითაც კი არა პირველ რიგში ამით როგორი დამოკიდებულება აქვს პოლიტიკოსებს პარტიებს ხელმძღვანელებს მეცნიერება და მეცნიერების მიმართ ჩვენი ეს გადაცემა იწურება დიდი მადლობა რომ გვისმინეთ ჩვენ ძალიან მტკივა გული ამ მეცნიერების მდგომარეობაზე საქართველოში და სწორედ ამიტომ მე მგონი მეორე თუ მესამე გადაცემა არის, როდესაც აი ამ თემებით ავთ დაკავებული. რაც შეეხება თქვენს იმ 1000 მე მგონია რომ ჩვენ მეცნიერთა კონგრესიც დავწერთ ალბათ წერილს და პირდაპირ მივწერთ პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს რომ სირცხვილია უნდა მიხედონ ამას და თუ მაგათი ჩარევის გარეშე ინსტიტუციურად ვერ მოახერხეს რომ ეს საკითხი უმაგათოდ წყდებოდეს მაშინ მიიღონ ახლა თვითონ მონაწილეობა და კეთილინებონ და გაიღონ ეს თანხა იმისათვის რომ ქართული მეცნიერება წარდგეს ნიუ-იორკშია ეს ხო? არა, ფილადელფიაში, ნუ შეერთებული შტატების მეცნიერულ ცენტრში. დიდი მადლობა. კარგად წამდგა.